საქართველოს ესპანეთის მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე. საქართველოს ნაკრები მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებთან მინიმალური სხვაობით 0-1 დამარცხდა. ესპანელებმა გამარჯვების გოლი მატჩის დასასრულს 85 წუთზე გაიტანეს. გოლის ავტორი ნაკრების თავდამსხმელი რობერტო სოლდადო იყო. მიუხედავად ესპანელთა უპირატესობისა საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე საგოლე მომენტი მაინც შექმნა. ანშლაგის სტადიონზე და ტელეეკრანებთან. ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო საფეხბურთო გუნდთან, ეროვნულ გუნდს დინამო არენაზე 60,000-ზე მეტი გულშემატკივარი ხომაგებდა. მსოფლიო რეიტინგის ლიდერს საქართველოს ახალგაზრდა გუნდი დაუპირისპირა. ესპანეთი, რომელიც მატჩამდე უპირობო ფავორიტად სახელდებოდა, გადამწყვეტ მომენტებში უპირატესობის მოპოვებას ვერ ახერხებდა. ესპანელთა დარტყმებს გუნდის პირველი ნომერი გიორგი ლორია იგერიებდა, რომელიც მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი გახდა. პირველ ტაიმში ნულოვანი ანგარიში შენარჩუნება ეროვნულმა ნაკრებმა დაცვის სწორი და მეკარის უშეცდომა თამაშით შეძლო. მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებს ანგარიშის გახსნის კარგი შანსი მიეცა. 54 წუთზე ამისულაშვილის დარტყმა ძელმა მოიგერია. სამოცდამერვე წუთზე შეხვედრის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა გიორგი ლორიამ ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. რამდენად ძიმე ტრავმა აქვს ნაკრების მეკარეს, დღეს გაირკვევა. მისი ადგილი კი დარჩენილ დროში როინ კვასხვაძემ დაიკავა. დღის მთავარ სენსაციამდე თემურ ქეცბაიეს ნაკრებს 4 წუთი დააკლდა. ერთადერთი შედეგიანი დარტყმის ავტორი 86 წუთზე სტუმართა გუნდის ფეხბურთელი სოლდადო გახდა. საქართველოს ნაკრებს ანგარიშის გათანაბრების შანსი ბოლო წუთზე მიეცა. ცირბილაძის დარტყმა ესპანელმა მცველებმა მოიგერიეს და მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონებმა შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაიწყეს. ეს ესპანეთია, ჩვენზე ძლიერები არიან, დიდი ფეხბურთელები ყავთ, უფრო მაღალი კლასის და ეს უდაოდ ეხა ნამდვილად ეკუთვნოდათ ეს რეალურად რა ვიღოთ მოგება, მაგრამ ჩვენი გავაკეთეთ ვიბრძოლეთ ყველა ფეხბურთელმა, ყველა მათგანმა და რა ვიცი უბრალოდ მაინც ვეცდებოდით ერთი ქულა ვიღო, ეს იყო ჩვენი მაქსიმა, არ გამოგვივიდა სამწუხაროდ. გაგვიჭირდა რადგან მეტოქე მუდმივად პრესინგს თამაშობდა, რთული შეხვედრა გამოვიდა, თუმცა ჩვენი მიზანი საკვალიფიკაციო ეტაპის მოგებით დაწყება იყო და ასეც მოხდა. მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვისენტე დელბოსკემ საქართველოს ნაკრები შეაქო და სამი ფეხბურთელი ოქრიაშვილი, თარგამაძე და მჭედლიძე გამოყო. საქართველოს ნაკრების ენთუზიაზმს გამოვარჩევ. ბევრი სირთულე შეგვიქმნეს, ბოლოს მაინც გავიტანეთ. მოხარული ვარ, რომ შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დავიწყეთ. საქართველოს ბელარუსთან სულ სხვა თამაში აჩვენა, დღეს განსხვავებულად მოქმედებდნენ. საქართველოს ნაკრები თავს კარგად იცავდა და მათი ყველა ფეხბურთელი დასაფასებელია. როგორც დაცვა, ასევე შეტევის ხაზი. 10 ნომერმა მწვავედი თამაშა, ასევე აღსანიშნავია 9 ნომერი და ფიზიკურად ძლიერი ფორვარდის 11 ნომრის თამაში. უშევატკივას უმეტეს მადლობა, რომელიც მოვიდა დღეს და ბიჭებს ველჩი დაუდგა მთელი თამაშის განმავლობაში. შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთის თამაში ჩვენი მხრიდან იმდენი არ ყოფილა, რამდენი თავდადება და ბრძოლა, მაგრამ როცა ყავს ეგეთი ბიჭები, ესეთი ხალხი, რომელიც ესე მუშად არიან ერთად შეკრულები, სათამაშო დისციპლინა, ბრძოლა, ამაზე შეიძლება ნელ-ნელა რაღაცები ააწყურა და იმედი გვაქვს, რომ ნელ-ნელა ამაზე აეწყობა ის გუნდი, რა გუნდსაც ელოდება ქართველი გულშემატკივარი. საქართველოს ნაკრების წევრებმა შეხვედრის მე-12 მოთამაშე აღნიშნეს და სტადიონზე მისულ გულშემატკივარს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს. სამწუხაროა, რომ ბოლო წუთზე გაგვიტანეს გოლი, ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ თავი დაგვეცა და გვეთამაშა ნიჩია, მაგრამ ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მოვიდა და მხარი დაგვიჭირა და იმედია, რომ ესე გავაგრძელებთ და ყველაფერი კარგად იქნება. კარგად ვითამაშეთ, რა საوارია ვიბრძოლეთ. გამოვედა დავამტკიცეთ, რომ ბრძოლა შეგვიძლია და ვითამაშეთ როგორც შეგველა. 95-ით გაგვიტანეს, მაგრამ ყველაფერი კარგად არის და ყველაფერი წინ არის. ძიმე თამაშში მოვიგეთ, ქართველებმა ბურთი მოგწეს და დაცვაში ჩადგნენ, საჯარიმოში ჩაიკეტნენ. რამდენიმე შანსი გქონდა, მაგრამ მთავარია რომ ერთხელ გაგვიმართლა და გავიტანეთ. თემურ ქეცბაიას გუნდს შესარჩევი ციკლის საწყის 2 ტურში 3 ქულა აქვს და ზუსტად ერთ თვეში მესამე ტურის შეხვედრას ჩაატარებს. ფინეთის შემდეგ 16 ოქტომბერს ბელარუსს სტუმრად დაუპირისპირდებიან. ამ დროისთვის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფს 6 ქულით საფრანგეთი ლიდერობს. საქართველოს კი ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს.